ჩუქური. ძმაო. ეფე, ძმაო. ეფე. აქ რა საკეთებ, მეგობარო? ჭურჭელს ვეცხავ. ნელ-ნელა საჭმლის კეთებასაც ვსწავლობ. მას შემდეგ რაც წახვედი ჩუქურიდან წამოვედი. ყველა მივატოვე. ჩემი ძმაც კი. არი ნერვიულო, ლიცეუმში დაუსწრებლად ვსწავლობ. მეცადინეობ, რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო. ცოტა ფულს შოულობ და თავს ვირჩენ. მეგობრებთან ერთად ბინას ვქირაობ. იქაურობა რომ ნახო გული გაგისკდება. ხოჩახ მეგობარო. ძმაო, შენ რა შვრები? კარგად ხარ? გაქვს მაინც წასასვლელი? კარგად ვარ, კარგად. აქ რა საკეთებ, ძმაო? აქ მხოლოდ მაწანწალები და ქუჩის ძაღლები დაძრწიან. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. პრობლემა გაქვს, ძმაო? არა. ყველაფერი რიგზეა. გთხოვ, არავის უთხრა რომ ნახე ეფე. არც შენს ძმას. ერთმანეთს არ ვნახულობ, ძმაო. კარგი, არავისთან წამოგწდეს ჩუქურიდან რომც იყოს. მაინც არ წამოგწდეს, კარგი? ძმაო, ნება მომეცი დაგეხმარო. მართალია ჩუქურიდან წამოვედი, მაგრამ ის მუდამ ჩემთან იქნება, ძმაო. ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. ლომი ხარ. უნივერსიტეტში ჩააბარე. უმაღლესი განათლება მიიღე. მეც არაფერს გთხოვ. კარგი, წადი. თორემ უფროსი გაგიბრაზდება. ძმაო, აქ მუშაობ. ამის 2 საათამდე ვრჩები ხოლმე. თუ ჭუჭყიანი ჭურჭელი გექნება, მომიტანე და გავრეცხავ. კარგი, ეფე. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. მეც, ძმაო. კარგი, წადი. თავს გაუფრთხილდი. კარგი, შენც. ძმაო, გაიქეცი. იქით გაგიყვან და დაგტოვებ. გაიქეცი. გაიქეცი. მიდი სწრაფად. მიდი. ჩანდაბა. მოდი აქ. ეფე, აქ მოდი. დაიმალე. მათ ჩემი დაჭერა უნდათ. აქედან არ გამოხვიდე, კარგი? ძმაო, შენც დაიმალე. ეფე, დაიმალე. დაიმალე, თავი ჩაწიე. სწრაფად, გაინძერით. დაუჩქარეთ.
Აკეთ მოდით. აქავრობაც კარგად შეამოწმეთ. ძმაო, იამაჩ. ეფე შენობაში შედი. ძმაო, არ ინერვიულო. ჩუქური ყველგან არის. ძმაო. ეფე? ეფე! ღმერთო! ღმერთო! ეფე! 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 ეფე არ მოკვდე! ღმერთო! ღმერთო ჯანდაბა! ძმაო, ადექი, ეფე. ეფე, გთხოვ არ მოკვდე. ადექი, ძმაო. ადექი. ძმაო, ეს რა სიმბოლოა? დადოს ვაკეთებ და დამაინტერესა, ხომ უნდა ვიცოდე? შეხედე, სულ ზევით სახურავია. თუ პრობლემები შეგექმნება, მაშინვე გაიქცევი. უბანში მიხვალ და პირველივე კარზე დააკაკუნებ. როცა სახლში შეხვალ, შენ სტატუსს აჩვენებ. მაშინვე დაგეხმარებიან. იმ სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის. ეს შენი ოჯახია. დედა, მამა, დები, ძმები, ცოლ-შვილი. ოჯახს უნდა გაუფრთხილდე. და სიცოცხლის ბოლომდე დაიცვა. ეს შენი მეორე ოჯახია. შენი მეზობლები, მეგობრები. ადამიანები, რომლებთან ერთადაც ცხოვრება უნდა გაატარო. საჭირო გახდება ერთმანეთისთვის სიცოცხლეც უნდა გაწიროთ. ჭირსა და ლხინში ყოველთვის ერთად უნდა იყოთ. ეს კი შენი ყველაზე დიდი ოჯახია.
ქოჩოვალების ოჯახი. თუ ამ ტატუს გაიკეთებ, შენც ამ ოჯახის წევრი გახდები. ისინი მშობლებივით მოგექცევიან, შვილივით იზრუნებენ შენზე. ყოველთვის დაგიცავენ. შიერს არ დაგტოვებენ. შენ კი გეყვარება და დააფასებ. გასაგებია? გამოდის რომ ბევრი ნათესავი მყავს, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, ბევრი ნათესავი გყავს ემაში. ეს რა არის? ეს ჩუქურია. ჩვენი მშობლიური სახლი. ამ ქვეყნად ყველას აქვს სამშობლო. ჩვენი სამშობლო კი ჩუქურია. ახლა ყველაფერს ერთად მოუყარი თავი და მითხარი, ეს ტატუ რისი სიმბოლოა? სანამ თავზე ჯერი გვაქვს. ეხქვეშ ჩუქური. გულში კი ოჯახი. სიკვდილიც ვერაფერს დაგვაკლებს. მადლობ შვილო. კიდევ ერთი რამ უნდა იცოდე. ყურადღებით მომისმინე. თუ ამ ტატუს გაიკეთებ და ერთ დღეს ჩუქურს მიატოვებ. ჩუქური არასდროს მიგატოვებს. ეს დაიმახსოვრე. კარგი? სად არის ჩუქური ძმაო? მასე არაფერი გამიგია. ჩუქური. ჩუქური ყველგან არის. ალიჩო. მეთაურო. არ მოხვიდე მეთაურო. ეს არ გინდოდა ალიჩო. იმ მეთაურის პოვნას ვცდილობდი. ვეძებდი. როცა ადამიანს მხოლოდ ალიჩო იცნობს, მისი პოვნა არც ისე ადვილია. აკნებში წავედი. ხო. იქ წავედი. სნაიპერთა სასწავლო ქვედანაყოფში. ყველაფერი ვუთხარი. ვუთხარი რომ ალიჩოს ვიცნობ. რომლის გვარიც არ ვიცი. სამაგიეროდ შენი ფოტო ვაჩვენე. ვუთხარი რომ იქ მსახურობდი. შენზე არაფერი იციან, წარმოგიდგენია ალიჩო. შენი მონაცემები არ აქვთ. მეთაური კი არა.
შენ ძლივს გიპოვე. მაგრამ ცადე. გეფიცები ვცადე. ვიფიქრე რამეს მაინც გავიგებდი ალიჩო. მაგრამ არაფერი გამომივიდა. აქ უკანასკნელად მოვედი ალიჩო. მინდოდა კიდევ ერთხელ მენახე. თავს გაუფრთხილდი, კარგი? ბევრი ვიფიქრე. ძალიან ბევრი. მეგონა რამეს მაინც შევცვლიდი. მაგრამ ახლაც ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ალიჩო. ძალიან მიყვარხარ. შვიდობით.
ჩუმად. მოდი აქ. მოდი, შეტრიალდი. არ გაინძრე. შემომხედე. ვინ ხარ? მეკე. მოჰიდინიშვილი? შენა ბიჭვარო. რას აკეთებ? გაიზარდე და ხალხს დასდევ? საცლებს გიცვლიდი და გავიწყდა? ჩუქურისთვის? ღმერთს მადლობა უთხარი რომ დანა არ მაქვს თორემ მაქს ვინინგს კანიანად მოგაშორებდი. გასაგებია? ნა ბიჭვარო. ცოტა გესვრი. წადი. ძმაო, არაფერი არ გამოგვივიდა. რა ქენი? ვერ დავეწიე. გამარჯობა ძმაო. როდის დაბრუნდი? როგორ მიხვდი რომ მე ვარ? ხავა მოგიდუღებია. როცა ვინმეს მოსაკლავად მიდიხარ, ყავას სვამ? მე ვსვამ. მაგრამ ეს ხომ მე ვარ. რა მოხდა? შურის ძიებაზე უარი უნდა თქვა. გადაწყვეტილება მივიღე. ჩუქური უნდა დავიბრუნო. შენ კი დამეხმარები. რა ვთქვი სასაცილო? ერთი ამას შეხედეთ. რომელი ჯიშის მგელი ხარ? თურმე ჩუქურის დაბრუნება გადაწყვიტა. მე კი უნდა დავეხმარო. სამიკო, როდის გაიზარდე? წესერა დაჯიხი და ფეხი ჩამოწიე. შენ წინაშე უფროსი ძმა დგას. მაპატიე. რომელ საუკუნეში ჩარჩი? 21 საუკუნეში ჯერ ვერ შევაბიჯე. ისევ მე-20-ში ვარ. არ მოგწონს? შენი ადგილი უნდა იცოდე. უფროსებს პატივისცემით ვექცეოდი. შენსავით ფეხებაწეული კი არ ვიჯექი. უფროსების აზრს ყოველთვის ანგარიშს უწევდი. იცი რას გეტყვი? მე თუ მკითხა ვაჯობებს ისევ ციხეში დაბრუნდე. რადგან ასე არაფერი გამოგვივა. როგორ ბედავ?
მორჩა? კმაყოფილი ხარ? ახლა ჩუქურის პირმშო ვარ? კერძე სვირინგი მაქვს ამოტვიფრული. ეს ჩემი მოვალეობაა. ახლა შენი თვალით დაინახე. მოგწონს? ერთმა ბიჭმა ჩემ გამო სიცოცხლე გაწირა. ბიჭი კი არა, ბავშვი იყო. მხოლოდ 18 წლის. ეს სვირინგი მკერდზე კალმით დაიხატა. მან თავისი ადგილი არ იცოდა. ფეხება წეული იჯდა ხოლმე. მასთან ვალში ვარ ჯუმალ კოჩოვალი. ამ ვალს შენთან ერთად დავუბრუნებ. ან მარტო. ის ხალხი ამ მდგომარეობაში ჩემ გამო აღმოჩნდა. მათთანაც ვალში ვარ. იმ ნაბიჯურებს აქედან გავყრი. ჩუქურს სიმშვიდეს დავუბრუნებ. ან შევაკუდები. მე იამაჩ კოჩოვალი ვარ. მიცნობდე. შემომხედე. სიკვდილი არ გაბედო. თორემ ისექცემ. ფეხზე ვერ დადგები. კუდარს მცემ? ხო, თუ მოგდები გცემ. შენ რისი გაკეთებას გინდა იავაჩ კოჩოვალი? არც ისე მარტივია. შენი აზრით ჩუქური დაგემორჩილება? არა, ცდები. რა ხდება? ცხონებული მუჰიდინიშვილს ხომ იცნობ? მეკეს? ხო, მაგ ნაბიჯვარს. პატარა დაჯგუფება შეუქმნია. ისი რომ გამომეკიდნენ. ბიჭები, რომლებსაც ჩუქურის სვირინგი აქვთ, მე მომდევდნენ ჯუმალ კოჩოვალის. მერე ვისი ბრალია? შენ თვითონ ხარ დამნაშავე. მშვიდად ყოფნა არ შეგიძლია. დასგულისხმობ, რა გაცინებს? სიმართლეს გეუბნები. შენი ბრალია. კარგი, კაფეში შოუ გაუმართე. უსაქმოდ არც ის ხალხის ძმაო. წეღან კითხე, რომელი ჯიშის მგელი ხარო? სინამდვილეში მგელი შენ თვითონ ხარ. მარტო ხელა მგელი. საქმე ასე მარტივად არ არის. ფიქრობ, რომ თუ ვინმეს მოკლავ, მხოლოდ შენ შეგექმნება პრობლემა. ასე არ არის. როცა ვინმეს ესური, მთელი ჩუქური ისჯება. ვინც კუთხეშია მიმწყდეული, სხვას ესხმის თავს, რომ გადარჩეს. მისთვის სულ ერთია ვის შეუტევს. ყველაფერში ვერ დაგეთანხმები, მაგრამ კარგი, ისე მოვიქცევი როგორც შენ გინდა. ოღონდ თუ არაფერი გამოგვივა, ისევ ჩემს გზას დავადგები. გაითვალისწინე. კარგი. ჯერ ვცადოთ. თუ არაფერი გამოგვივა, ისე მოვიქცეთ როგორც შენ გინდა. ყველა დავხოცოთ. თუ ვინმე გადარჩება, ალბათ 4-5 წელიწადში მათაც მოუღებთ ბოლოს. ძმაო, მასხრა თუ მიგდებ, ღმერთო. კარგი. ახლა ყურადღებით მომისვინე. შენ, მე და ქემალი, სამი კაცი ვართ. იმ ხელ არმიას გაუმკლავდებით? ძნელი იქნება, ძმაო, ძალიან ძნელი. ვინმე გითვალთვალებდა? არა. ის არის. ვინც ჩვენი სიგნალი იცის. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.